იმედია ძალიან ჩაჭერა არ გაქვს მომზადებული ჩემთვის დღეს. მახარას მაინც არ დავაბრალებ. ფაქტიურად არავინ არაფერი არ იცის შენზე. მე რაღაც ნელა კპრესავს ეგ რა. ძალიან რთული ამბებია. რამის თქმა რო შეეძლო შენთვის, რას გეტყოდა? ეს ეხა იფიქრებ ამებს თუ რაღაც ესე არის ხოლმე სულ სხეულში რა არის შეგრძნებისეულად. ზედმეტად მომივიდა რაღაც ისა რა. ზაფრად აღქმა მე წარმოვა აბსოლუტურად აი ისეთი რაღაცა არ უნდა დაგიწეროს რასაც პირადად რო შეგხვდება არ გეტყვის რა დასერდიანდი თითქოს სიცარიელის განცდა მაქვს რატო იცი რომ ამას ვერ პოულობ რაღაცა გაუმაზე ჩემთელზე მეციდება ანუ გონია რომ ჰიპნოზში ვარ ეხა მაგრამ მაგას ნანობ გამარჯობა ეს ესია და დღეს ჩემთან სტუმრად არის აჩი ცენზერაძე. გამარჯობა აჩი. გამარჯობა ნინო, ეს ცრემლებისთვის არის მომზადებული. და წინასწარ გავემზადეთ ყველა ეპიზოდზე. ვცდილობ ხოლმე რომ არავატირო ადამიანი, მაგრამ თუ მოდის ცრემლები ძალიან ბუნებრივი, კარგი რეაქცია იდეაში ეს რაც ორგანიზმის დაცვის რეაქცია და მომზადები ხოლმე. ხო, იმედია ძალიან ჩაჭერა არ გაქვს მომზადებული ჩემთვის დღეს. არაფერი მხოლოდ ის რითიც შენ ხარ მოსული. როგორ გზნობ თავს? დაღლილი ვარ ცოტა, იმიტომ რომ გრძელი გზა მქონდა დღეს დილას მთელი დღე და ბოდიში დავაგვიანე, ხალხმა არ იცის, მაგრამ საათი და 5 წუთი დავაგვიანე დაახლოებით. ამდენი არ დამიგვიანე არსად მე მგონი. და ძალიან მახარას არ აქვს ხოლმე ეს დისკომფორტი დაგვიანებაზე. მე ძალიან დისკომფორტი მაქვს და აი ცოტა ისე ვიარე, მაგრამ ნუ დაგვიანება ძალიან ოკეი, იმიტომ რომ ჩემგანც დაში როგორი რაღაც წამოვიდა, იცი რომ რა ხდება ესეთი მეთქი, რომ ესე ძალიან არ უნდა მოსვლა და მაინც მოდის თქო. არ მინდა მოსვლა და არა არ იყო ეგრე. უბრალოდ მახარას მაინც არ დავაბრალებ. მახარას ბრალი არ იყო, მაგრამ რაღაც გადაღება გქონდა და დროები ვერ გავთვალეთ, მაგრამ უნდა გითხრა რომ ყველაზე რთულად დასათანხმებელი სტუმარი იყავ. ვისაც აქამდე ვისაუბრე. გულწრფელად. ძალიან გულწრფელად. არა, მე უარი არ მეთქვია შენთვის. კი, ორჯერ დაგირეკე მხოლოდ. ხო, ანუ მარტივი დასათანხმებელი იყო. ძალიან რთული. როცა ვეუბნები ადამიანს რომ ხვალ კი უეჭველი მოვდივარ ყოველთვის ეს უკავშირდება. კალაზეც ეგრე იყო? კალას რომ მივწერე კი. კი. იმიტომ რომ იქამდე შენ გითხე თავიდან და მე მივწერე. რატო გითხარი ხა იცი ესე დეტალურად რომ დიდი ხანია ველოდები ამ შეხვედრას მე ძალიან დიდი ხანია მაგ მზაობა რომ შეხვედრილიყავით სესიაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც რომ აღნიშნო რომ ფაქტიურად არავინ არაფერი არ იცის შენზე. ხო, საეჭოს გარეთ. საეჭოს გარეთ. მხოლოდ ის ვიცით რომ ხარ, ასე ვთქვათ, პულტთან, აკონტროლებ სიტუაციას. ბოლო დროს კამერასთანაც ასე თუ ისე იშვიათად, მაგრამ როგორია შენთვის? იყო კამერას მიღმა ძირითადად. ძალიან კომფორტული. აი, ბევრად კომფორტული არის კამერის უკან ყოფნა. ხო, ბევრად თავისუფლად ვარ. ეხლა მირჩევნია რომ იქვიჯდე რა. წინაზე რო ვიყავი პოდკასტზე იქაც თქვი პრინციპში, მაგრამ რატომაც არა. ხო. საინტერესოა. ცოტა მეტი შეგლება მიყვე შენზე, ვინ ხარ, რა გიყვარს, რა მოგწონს, ნუ პადელი რომ მოგწონს ვიცი ეგ. პადელი, ჩოგბურთი? არა, პადელი არის მეორე ხარისხოვანი, ჩოგბურთი არის პირველი. როგორ დავიწყო? ძალიან ფართო შეკითხვა არის რაღაც. ხო, ანუ შენ რაგანცდაც მოგდის. ძალიან ბევრ თავისუფლებას მიტოვებ, საიდან დავიწყო ხა სკოლიდან თუ ბისმიერი რამ რაც შენთვის კომფორტულია და რისი გაზიარების სურვილიც გიჩნდება, იმიტომ რომ რეალურად არანაირი სკრიპტით ჩვენ არ მივყვებით დღევანდელ საუბარს. ვარ კრეატივში კი ცოტა ისეთი სიტყვა, მაგრამ რაღაცნაირად მომწონს. შეიძლება არ ვარ რეალურად კრეატივში კი, მაგრამ რაღაც მაგ მიმართულებით ვარ რა, მინდა რომ ვიყო ამ შემთხვევაში. მუშაობდი მარკეტინგით დავიწყე, კრეატიული მიმართულებები ყოველთვის მიზიდავდა. დიდ კომპანიაში სადაც მუშაობდი, იქაც რაღაც კოპირაიტინგით დავიწყე და მე გადავედი და რაღაც კრეატივის და კონტენტის დეპარტამენტის ჰედობამდე მივედი. სანამ YouTube და ეს სფერო გამომიწოვდა მიქიდან და წამოვიდოდი აქეთკენ და აქაც პრინციპში ეგ თავისუფლება მაქვს რა, რომ რაღაც ვაკეთო ის უფრო მეტი თავისუფლება ალბათ იქაც პრინციპში იყო დიდ კომპანიაში მithomets ბიუჯეტიც იყო იქ საკმაოდ კარგი.
მაგრამ აქ კიდე უფრო მეტი თავისუფლება აბსოლუტურად შენ თავზე ხარ დამოკიდებული და იქ კომფორტი არის, არ ვიცი, ძალიან კარგი რა. რა იდეაც არ უნდა მოგივიდეს გააკეთებ, თუ מחარა გამოყვარა თქმა უნდა, מחარა თუ არ გამოყვართულია ამის გაკეთება. გამოდის რომ მაინდა-მაინც შენ თავზე არ ყოფილიყარ. იცი რა, ხო, ბოლომდე არა, მაგრამ ეგ ბუნებრივი არის რა. ეხლა შეიძლება מחარ ამას რაღაცა თქვას, რომელიც მე არ გავუყვები და ეგ ავტომატურად იფილტრება ბუნებრივად რა. და ბოლო დროს ჩოგბურთი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, იმიტომ რომ ბავშვობაში რომ დავდიოდი ამ ჩოგბურთზე რაღაც სუბუქი წარმატებები მქონდა, მაგრამ დავანებე თავი, ერთი 10 წელი დაახლოებით დავდიოდი ბავშვობაში. მე 10 წელი არ გავყარები ვარ და ეხა ბოლო დროს რომ დავიწყე, ისე ჩამithრია, რომ ყოველ შაბათს ან კვირას ტურნირზე გამოვდივარ აუცილებლად, სამოყვარულო ტურნირზე. და კვირის განმავლობაში ვცდილობ რომ ვითამაშო ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს მიწოვენ პადელისკენ, იმიტომ რომ ეს პადელს ყველა თამაშობს, იუთუბერებიც მათ შორის და მარტივია იდეაში. ხან მირეკავს, ხან რომ პადელი ვითამაშოთო და მეც მივყვები ხოლმე რა. შენ თქვი რომ 10 წელი თამაშობდი ესე ვთქვა და დაანებე თავი, რამ გიბიძგა რომ თავი დაგანებებინა? ტრავმა. ანუ შლატერი არის, არ ვიცი იცი თუ არა ეს რაღაც ტრავმა არის, რომელიც აქტიურ დატვირთვას გიგზავნოს რა. ანუ ეს ან ოპერაცია უნდა გაიკეთო, ან თავი შეიკავა აქტიური დატვირთვისგან და თან მაგ პერიოდში მიწევდა ჩაბარებაც უნივერსიტეტში. და რაღაც ბუნებრივად დაალაგდა რომ თან ეს ტრავმა, თან ჩაბარება და გადავედი სწავლაზე, ასე ვთქვათ. აქტიურ სპორტში იყავი ჩართული როგორც ეს სპორტის, ესე ვთქვათ. არა სამოყვარეო მიმართულება, არამედ აქტიური სპორტული მიმართულება. დღე-გამოშვებით დავდიოდი რეალურად, ვარჯიშობდი დღე-გამოშვებით და ნუ ჯუნიორ ტურნირებზე ესე მახსოვს, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი რეალურად ეგრე იყო თუ არა, თბილისის მე-4 ჩოგანი ვიყავი. ჩემ ასაკში რა. ეს რატომაც ეს დამახსოვს და ზუსტად არ მახსოვს ეგრე იყო თუ არა, მაგრამ რაღაცა მე მგონი ეგ ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ წესიდან რიგით არ დაგავიწყდებოდა მგონია რა. ხო, ალბათ. ეს პროსტა არ მაქვს არანაირი საბუთი მაგისი, პროსტა თეორიულად ვიცი, მე მგონი ეგრე იყო. ხო, მაშინ დიდად მე მგონი საბუთებს წერს არის ძლევდა. ლარნაკებს გვაძლევდნენ ხოლმე და რაღაც სერვისის ლილოს 50-თეთრიანი მედლები, რომელიც დღემდე ზუსტად იგივე მედლებს ვიღებ ხოლმე, ეხლა სამოყვარულო ტურნირებზე გამოვდივარ. ძალიან მაგარია. ცოტა მეტი რომ მიყვე შენზე როგორც აჩიზე, რომელიც არის კამერებს მიღმა, კადრს მიღმა YouTube-ის გარეთ, ვინ არის აჩი? როგორი ვარ თავისუფალი ადამიანი საკმაოდ. რა არის თავისუფლება? მივღებლობა ყველაფრის პრინციპში, ანუ არაფერზე ის არ მოკრო რაღაცა რა. ანუ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ იმის სხვა ადამიანის პერსპექტივიდან შევხედო რაღაც პრობლემა როცა იქნება რა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ყოველთვის ვცდილობ რომ აბა იმის გადმოსახედიდან შევხედოთ რატო მოხდა ეს კონფლიქტი. საინტერესო რა ჩემი არის ფსიქოლოგი. და ძალიან მომწონს და ყოველთვის მიზიდავდა რაღაც ეგ სფერო რა, ეს ფსიქოლოგიის სფერო. არ ვიცოდი. ხო. და მაგიტო ყოველთვის მომწონდა ფსიქოლოგია, იმიტომ რომ უნივერსიტეტშიც რო სწავლობდი, ერთ-ერთი საყვარელი ის იყო საგანი და მე ზოგადად ეგ მოლაპარაკება კონფლიქტის ამბები ძალიან საინტერესო ამბად მიმოჩნია რა. და ხშირად რამდენჯერმე გავამიყენეს კიდეც ამ YouTube-ზე რაღაც კონფლიქტები რო იყო. ზოგადად ისეც მიწევს מחარას ხელში, ანუ კონფლიქტების არიდება, მოდი ესე ვთქვათ რა. მაგრამ არა מחარას მონაწილეობითაც რამდენჯერმე მომიწია რაღაც ის. რაღაცა ესეთი შთაბეჭდილება იქნება და შეიძლება ეს ძალიან ილუზია შთაბეჭდილება შენს შესახებ, რომ თითქოს ყოველთვის მართლაც ყოველფერს ესე ანეიტრალებ, აგვარებ და რაღაცა არა მარტო შეფუთვა შეგიძლია, არამედ მოგვარება და კონტეინირება ძალიან ბევრი ემოციის და ამბის. არ არის ეს რთული შენთვის? არა, ბუნებრივად გამოდის და. ანუ რაღაცნაირად თითქოს სირთულეს ვერ ვხედავ. ბრაზდები, აუ კი. ბოლო დროს დამიწყო, სხვათა შორის. არა, ბოლო დროს არა. მაგ ხოლმე ძალიან მშვიდი ვარ. და რაღაც მომენტში აი უცებ რო აფეთქდები რა. ძალიან იშვიათად გქონდა ხოლმე ადრე. და ეხა რატომღაც დავაკვირდი ჩემ თავს, რომ უფრო ხშირად მაქვს ხოლმე, ოღონდ ეს რისი ბრალია არ ვიცი რა. რამდენი ხანია სიხშირე მოხდა და მოემატა? ბოლო 3 წელი, ანუ დაახლოებით. საკმაოდ დიდი დროა და წესით უფრო რთულია ალბათ, ხო? ამასთან ყოფნა, გაჩერება. შეგუება ამასთან? შეგუებაზე მეტად გაჩერება,
გაჩერება? ბრაზებთან თუნდაც. იცი რა, ძალიან მალე ვაანალიზებ რო რა სისულელეზე რა. და ძალიან მალე იმაშობ. ოკეი, რა ხდება? დიდხანს არ 3 წელი შენ ცხოვრებაში ეგეთი დატვირთული. ეგეთი მძიმე და რთული. არა, მძიმე და რთული პრინციპში არ არის პირველი რაც გაიფიქრე ის არა ვიცი რა, ზუსტად ვიცი შეიძლება ანუ კავშირი რასთანაც არის ვიცი, მაგრამ არ ვიცი რამდენად მინდა მაგის ოკეი. გაჟღერება რა. კამერის მიღმა თუ გინდა ვიტყვი, უბრალოდ არ ვიცი რამდენად მზად ვარ იმისთვის. ოკეი. ანუ დეჩემს დემენცია აქვს და მამაჩემს ალცჰეიმერი. ოკეი. და ის არის რა. მესმის. ალბათ მაგის გამო ბევრი ვალდებულებები და პასუხისმგებლობის ნაწილში ძალიან ბევრია მანდ და ძალიან ისეთია. გიწევს ადამიანს გაუმკლავდა ბევრ რამეს. ხო. იცი რა, გაუმკლავდა, აი პასუხისმგებლობა არის რა. ეგ თემა არის რა. რაღაც პასუხისმგებლობები დამაწვა თითქოს და ეგ მე რაღაც ნელ-ნელა პრესავს ეგ რა. საკმაოდ ხშირია ხოლმე, როდესაც ესე დიდი პასუხისმგებლობები როდესაც მოდის ჩვენ ცხოვრებაში თითქოს ნელ-ნელა უარს ვამბობთ ჩვენს მეზე და მეს ნაწილებზე. შენთან ხდება ეს? იცი რა, მაგ ეტაპზე ბოლომდე არ ვარ, რომ ბოლომდე აი არ ჩოგბურთი არის მაგალითად ერთი რაც აბსოლუტურად მათავისუფლებს რა, ერთი სული მაქვს, როდის გავალ და დილას შაბათობით, დილის 9-ის ნახევარზე წარმოიდგინე, იწყება ტურნირი და როცა კვირის დღეებში ძლივს ვდგები 12-ზე სიტყვაზე რა, შაბათობით აი ძალიან მთელი მოტივაციით. კი, ძალიან შეიძლება ვთქვათ, რომ შენთვის დამხმარე მექანიზმიც რაღაც გამკლავების თერაპიაში კრეატიულ მორგებას ვეძახით ხოლმე მაგას. ხო. შეიძლება და ძალიან არა მარტო ჩოგბურთი, პრინციპი პადელიც იგივე შვება. ეს აზარტი ძალიან აზარტული ვარ რა. აზარტული ოღონდ არ შემილია რომ აი ეხა პადელზე რო გადავერთე, თავიდან თითქოს უფრო მარტივი არის ჩოგბურთელისთვის პადელის თამაში, მაგრამ მაინც ცოტა კარგს რო ეთამაშები, მაინც გიჭირს და ქოროსთან ერთად ვარ წყვილში რა, თამაშობთ ხოლმე და ეს ქორომ თქვა რომ მეო ტრენერთან უნდა მივიდეო და მე არ შემიძლია აი უბრალოდ გადაგდებით თამაში. ეს აზარტი მჭირდება და ეს აზარტში ბოლომდე რო შესული ვარ, აი ეგ კიდე უფრო მეხმარება იმაში რა, რაღაცა აბსოლუტურად აი იმ მომენტში ვარ, ის ბურთის მოგება მოკლაზე არ ვიცი, მე შემდეგ ათამაშებაზე. ძალიან ღირებულ რაღაც სამობ, შენ და ბურთი რჩებით თითქოს მაგ დროს არა? ხო, ანუ იქ ვარ, იმ მომენტში ვარ რა. და აი ბოლომდე ვარ რა. როცა იქ ხარ იმ მომენტში. არაფერი, ანუ შეგზნება შეგვიძლია დააკვირდე ხაც როცა იხსენებ. შეგზნება სხეულებრივი შეგზნება. იცი რა, თამაში ბოლომდე ჩართული ვარ, ეგ ერთი მახსოვს სხეულებრივი შეგზნება. მომენტები მაქვს ხოლმე, აი გაბრაზებაც ძალიან ხშირად მანდ იმას შვები რა, უცლი მაგ გაბრაზებას, არ ვიცი, ჩოგბურთელებში ძალიან ხშირი არის ეგ ბურთის გაფუჭებაზე. კი, რა თქმა პადელში საშინელება მაქვს ორჯერ ეხა დავიწყე თამაში და ორჯერ დავლეწე უკვე ჩოგანი, ანუ ძალიან ცუდი საქციელია ეგ ზოგადად რა, ანუ რას ნიშნავს ცუდი საქციელი? აი რაღაც არასპორტული საქციელი არის ეს რა, ჩოგნის დალეწვა. საიდან მოდის ეგ? რომ აი არასპორტულია. ჩემი აზრით. მე ვეუბნები ჩემ თავს რა ალბათ რა. რომ რაღაც არ უხდებასავით, ანუ მესმის რაღაც გაბრაზება შეიძლება გამოხატო, მაგრამ ჩოგანი რომ დალეწოდა რაღაცა ის. ხო და ჩოგბურთში მაქვს ხოლმე ხშირად აი გაბრაზება და აი ჩემ თავს ვეჩხუბები რა. პადელშიც იგივე. პადელში ვლეწავ ჩოგანს. პადელში იმიტომ ვლეწავ ალბათ რომ შედარებით არ გამომდის კაი ისე რაღაცების გაკეთება როგორც მინდა. ჩოგბურთში უფრო თავისუფლად ვარ და შედარებით ნაკლებად. რაღაც ექსპერიმენტი რო ვცადოთ ახლა შეიძლება? ვცადოთ. უბრალოდ წარმოიდგინე რომ შენ წინ არის პადელის ჩოგანი. უბრალოდ წარმოიდგინე, გინდა თვალგახელმა, გინდა დახუჭულმა. შეგიძლია ხო დაინახო როგორია ეს პადელის ჩოგანი. რა ფერია, რა ფორმა აქვს, როგორია ხელის მოსაკიდებელი. რას ეტყოდი ამ ჩოგანს? სერიოზული შეკითხვა? სერიოზულად გეკითხა. აი პირველი რა მოგევიდა თავში? ანუ ტყუილა ვაბრალებ რაღაცებს, პადელის ჩოგანს ვეტყოდი, რომ შენი ბრალი არ არის. ჩემშია პრობლემა, შენ არაფერში არ ხარ, ტყუილა დაგლეწე 1-2 და იმედია უკანასკნელად. ოკეი. კიდე აღარ დაგლეწო. და ეხლა ძალიან გთხოვ, უცებ მიპასუხე, რაც თავ შემაგივა. ვინ დგას პადელის ჩოგნის უკან? ვინ დგას პადელის ჩოგნის უკან?
ესე კონკრეტულად არ მოვიდა ადამიანი. სახელი სიტყვა რა წამოვიდა. შეიძლება კონკრეტულად ადამიანი ვერ დაინახე. შეგზნებას დაგვერდი. შეგზნები რაღაცა ნაცნობი შეგზნება ადამიანს გითხო. იცი რა უცნაური ობიექტები ამომიტივტივ და თავში ოღონდ კონკრეტული ის არ არის რა, სახე არ აქვს მაგას რა. შეგიძლია გამიზიარო რა ობიექტები? სამთავიანი დრაკონი. სამთავიანი დრაკონი. როგორია სამთავიანი დრაკონი? აი მიმირო არის დაახლოებით ერთი ცოტა დებილი როა მეორე ის სამთავიანი დრაკონის მიმირო არის თუ გაქნა ნახე. ერთი ცოტა დებილია, მეორე არის. ზუსტად სახეები არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა ეგეთი ვიზუალი მოვიდა რა. ზართული ამბებია. სად მივდივართ ბოლოს აღარ ვიცი. ამ დრაკონს დაგვერდი. რას აკეთებს ეს დრაკონი? მე არაფერს ისეც თავისთვის არის და მე ვლეწო ჩოგანს არ ვიცი. რა ფუნქცია აქვს დრაკონს ზოგადად? ამ სამთავიან დრაკონს. საშიშად გამოიყურება, მაგრამ რეალურად არ არის საშიში. რატომღაც ეგეთი ის მომივიდა ხა. თითქოს საშიში უნდა იყოს, მაგრამ რეალურად საშიში არა. რამის თქმა რო შეეძლო შენთვის? რას გეტყოდა? ეს ეხა იფიქრებ ამებს თუ რაღაც სკრიპტი არის? არა, მოყვები უბრალოდ. ეხა მართლა ეხა იფიქრებ. პროცესში მოყვები just შენ. ვა. ესე არის ხოლმე სულ ესე დინამიკა ძალიან საინტერესოა. ვა. შეკითხვა რა იყო, რას მეტყოდა? რას გეტყოდა ეს დრაკონი შენ? ოღონდ რეალურად სისულელებს ვამბობ, მაგრამ რაც თავში მომდის ეგ არის, ხო მოგა? ბუნებრივია, რაც თავში მოგდის ეგ არის. შენ ხო შეფასებებს არ ვაკეთებ ფსიქოთერაპიაში. რატომაც ეს ჩოგანისკენ მივდივარ, რომ ეს დრაკონი ჩოგანია და ის ჩოგანი რას მეუბნება, მაგისკენ მივდივარ, მაგრამ დრაკონი რას გეტყოდა? მე რა შუაში ვარ, არ ვიცი. მე რა შუაში ვარ. არ ვიცი. ოკეი. სხეულში რა შეგრძნებები გაქვს ხა? ამაზე როცა საუბრობ. აი რაღაც აი აქ როგორც შეგრძნება მოდის, იცი რომ თითქოს აი აქ რაღაც შეგრძნება. დაინტრიგებული ვარ, რაღაც დამაინტერესა ამ იმან რა. და ინტრიგა, ნახე ინტრიგა უფრო თავშია, ხო? შემოქმედებითი პროცესია, უფრო ინტრიგული განცდა, ხო? სხეულში რა არის შეგრძნებისეულად? დაძაბულობა, დაჭიმულობა, სიმძიმე, არ ვიცი. არა, დაძაბულობა არ მაქვს პრინციპში. სიმხურვალე, სიცივე, არ ვიცი. ნუ კონდიციონერები ბეროს, ცოტა მგრელა, მაგრამ ეს კონკრეტულად არაფერი თითქოს. ოკეი. არ ვიცი. ოდნავ დაბუჟება შეიძლება. დაბუჟება. შეიძლება. შეიძლება დააკვირდეს, სად არის სხეულის რა ნაწილია დაბუჟებული ოდნავ. აი ეს. ორივე ხელი, შეიძლება ისე თქვა. უფრო მე მგონი აქეთ, მაგრამ ესა და აქ თითქოს ნაკლებად. ოკეი. უცნაური კითხვა. ბოლოს როდის გამოხატე ემოციები არა მხოლოდ ყვირილი და ბრაზ, არამედ სასიამოვნო ემოციები. აი ბედნიერება. სიხარული. საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის დროს და თამაშების დროს. დიდი ხნის წინ იყო. 1-2 წლის წინ. ოკეი. 2 წლის წინ იყო ეს ემოციები. შორია? რთულია რა. რა? 2 წლის წინ გამოვხატე ბედნიერების ემოციები. იცი რა, ესე ძალიან ესე რა. არ ვიცი. ის როგორ უნდა გამოხატო ისე. ოკეი, რა გახარებს ყოველდღე? აი პატარა რაღაცები, რაც ყოველდღე შენთვის არის ითი მნიშვნელოვანი. ძალიან მიხარია სახში მისვლა და მეუღლესთან ჩახვდება. ოკეი. ეს კარგი საყრდენი წამოვწიეთ ესე. კი. ერთი მნიშვნელოვანი ღირებული საყრდენი. ხო, ეგ ანუ აბსოლუტური კომფორტში ვარ სახში როცა მივდივარ რა. ოკეი. რომ არა ეს პროფესიები, საქმეები, რაც ეხლა გაქვს ყველაფერი წამოღებული. რას გააკეთებდი აი დღევანდელ დღეს? რა იქნებოდა შენი ახალი მიზანი შეიძლება ესე ვთქვათ? მიფიქრია მაგაზე. მაგრამ რატომღაც აი ვერ მივდივარ ხოლმე სხვა პასუხთან რა. აი რას გავაკეთებდი ახლა? არ ვიცი, სხვას. ერთი პერიოდი მქონდა სერიული სტარტაპერობის დიდ სურვილი რა. რაღაცა აი
ძალიან მიზიდავ და ეგეც აზარტია თავისებური, რომ რაღაცა უცებ რო იწყებ, რაღაცა ან პროდუქტი, ან სერვისი, ან ონლაინ რაღაცა და ეგ ბევრი რო გააკეთო, და რაღაც გამართლებს რაღაცა არა, მაგრამ საინტერესო პროცესი იქნებოდა რა. მაგრამ რაღაცა ვერ მივედი მაგამდე. ანუ რეალურად თითქოს ეს არის, რომ სულ დრაივში ყავს შენი თავი. სულ რაღაც ექშენი მოდის. შეიძლება. ხო. რო გაჩერდე რა მოხდება? მოვიწყენ. და რა არის მოწყენაში? რა არის მოწყენაში? ხო, აი როგორია მოწყენა შენთვის, რა არის მოწყენა? არაფერი რო არ გაქვს საქმე და უბრალოდ რო ზიხარ, ძალიან მოსაწყენია. ძალიან. ოკეი. მე მგონი კურსელი მყავდა ესეთი, რომელიც მიყვებოდა, რომ სამსახური დავიწყეო სადღაცო და საერთოდ არაფრის კეთება არ მიწევსო რა. და მაგაზე ვგიჟდებოდი, რომ მეთქი და უხაროდა ეს, ან პოზიტიურად ლაპარაკობდა მაგაზე, აი მთელი დღე ვაფშე არაფერს არ ვაკეთებ და ყოველთვის მიკვირდა ეგ და აი დღემდე მიკვირს, რომ აი როგორ უნდა არაფერს რო არ აკეთებ, ვაფშე საქმე რო არ გაქვს, ეგ როგორ უნდა გახარებდეს და მაგაზე ბედნიერი იყო რა. ცოტა უცნაურია. ჩემი პოზიცია თუ არა, არაფრის კეთება და გიხარიეს. აი არა ვაფშე არაფერს არ ვაკეთებ და ვზივარო ესეო, ხან იმას რაღაცა ვიდეო თამაშს გავხსნიო, ხან ფილმებს უყურებ, ანუ გავგიჟდებოდი მართლა. ნახე, პასუხისმგებლობის ნაწილში ეხლა შენგან როგორც მესმის, საკმაოდ ნიშნულოვანია თითქოს, რომ იყო დატვირთული. კონდეს რაღაცა ტასკები. ხო, კი. რამდენად ხშირად ხდება, რომ ტასკებს უფიქრებ ზედმეტად შენთავს? იმაზე მეც ხანდახან ვიდრე საჭიროა. შეიძლება. რამდენად ხშირად არ ვიცი, მაგრამ ისაც არის ხოლმე რა, ბევრი საქმეები. არ მჭირდება ხოლმე ზედმეტად მოფიქრება რაღაცეების. რა იყოს. ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს კიდე რომელსაც მინდა შენთან ერთად შევეხო, არის ადამიანებთან კონტაქტთან ერთად აი ეს მოდი ესე ვიტყვი მხარდაჭერა დახმარების ნაწილი, რომელიც more or less ბევრი ადამიანისთვის დამახასიათებელი არ არის, ესე ვიტყვი. ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ, პირველად როდესაც დავრეკე შენთან და მქონდა ეგეთი ვიტყვი თავხედური შემოთავაზება, რომ იყავი ჩემი პროდიუსერი. ხო, ძალიან ისეთი თავხედური ზარი იყო. ეს სანამ მოხვიდოდი იქ. სანამ საერთოდ სესიას დავიწყებდი და უბრალოდ ეს მონახაზი მქონდა თავში. შენ მითხარი ეგეთი რაღაც, რომ თუ რამე პრეზენტაცია ან რამე გაქვსო, გავიაროთ და მოგეხმარებიო. და აი უეჭველიო კარგიდია უნდა დაიწყო. იქამდე მე მქონდეს გაგებული, რომ შეიძლებაო აჩიმო, არც გიპასუხოს, არც უკავშირი, ანუ რაღაც ესეთი უკვე ის მქონდა. ჩვენზე მქონდა იქ მოსმენილი, რომ შეიძლება არ გიპასუხოს. ხო. არ ეცალოს, არ გიპასუხოსო და ანუ ვერ მოიცალოს, რომ ეს რაღაცა ჩახედოს და ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველა ადამიანი დაკავებული ვარ ჩვენ პროფესიაში და ასე შემდეგ. უბრალოდ შენი დამოკიდებულება პირველივე წუთიდან როგორც კი მე ავხსენი, რას ვაკეთებდი, რატომ აინტერესებდა და რის გაკეთება მინდოდა, იყო ძალიან დიდი დაინტერესება. და ჩემთვის იყო ერთგვარად აი ჰუკი, რომ ჩავეჭიდე, რომ მეთქი რიცხვიც ვთქვი მახსოვს რა ჩემ თავთან, რომ ხო, ამ რიცხვიც თარიღი ვთქვი 21-ში, მეთქი უნდა დაიდოს თქო და მართლა ეგ იყო, რომ ყველაფერი გავაკეთე ახალ წლებზე, რომ ჩამეწერა დამედო. და მინდა რომ ეს მადლიერება გამოვხატო შენი მისამართი, იმიტომ რომ ეს ძალიან ხარდამჭერთან ერთად რო ვთქვა, არის ადამიანური ქცევა, რომელიც ძალიან შემორჩენილი არ არის. იცი რა, შეიძლება მეც მაქვს უპასუხო ზარები არ ამგონია, უფრო მეილები, არ ვიცი გამორჩენილი მეილები, გამორჩენილი მოწერილები, არ WhatsApp-ზე მწერს, WhatsApp-ზე მწერენ, Instagram-ზე მწერს ძალიან ბევრი, Facebook-ზე აღარ შეგვიმოწმებია დიდი ხანია ის საეჭოს page-ი საერთოდ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოწერილი იყო. მაგრამ რომ მივდი, ანუ შეიძლება რაღაც მეილი გამომჩეს, მაგრამ რაღაც მეილს თუ ვნახულობ, პასუხი თუ არ გასაცემი, პასუხს ვცემ რა. შენ რო დამირეკე მახსოვს, რომ მომიყევი ეს ამბავი, მართლა გულწრფელად მომეწონა რა. ანუ პროსტა აი ძალიან გულწრფელი ამბავი იყო ეს, რომ რაც გითხარი, პირდაპირ გითხარი რა. ხო და არო რატო დავიწყე იცი, იმათაც არ ვსჯი, ვინც აი ვიღაცები არ პასუხობენ, აი מחარას აქ ხოლმე, מחარაზე ამბობენ ხშირად, რომ აი არ პასუხობს. მე თუ მაქვს ამდენი მოწერილი, מחარას აქ 50 ჯერ და 100 ჯერ უფრო მეტი რა. ურეკავენ კიდეც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი წერენ ბევრად უფრო მეტი ვიდრე მე და შესაბამისად ეგეც
გარკვეულწილად უნდა გავიგოთ, რომ შეიძლება ის ძალიან კავშირი არ ქონდეს რა. პირად სივრცეს ვუღებთ. ეს მახარა მაგალითია, ანუ სხვა ცნობად ხალხს რა. ცნობილ ადამიანს ეგ ძალიან ბუნებრივია. უბრალოდ ჩემი ესე ვთქვათ point of view. გადმოსახედიდან. გადმოსახედი მან რაც არის, იმდენად დავიჭირე ეგ ნაწილი იდეა თუ მოგწონს მიყვები. ხო. რომ აი ეს იდეებთან კომუნიკაციის ნაწილი მაინტერესებს, რამდენად შენი როგორ გითხრა დამატებითი თასკებია თითქოს, რომ კარგი იდეა დაიჭირო განავითარო, მოგწონს ჰობის ნაწილია, რა ხდება ამ დროს შენთან? რომ ესე გულწრფელად ადამიანები არ ვეხმარებით როგორც წესი ერთმანეთს დღევანდელობაში. კრეატივში რომ მუშაობდი რა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ brainstorming-ი ხო ხდება. იქ შეიძლება უნდა გაჟღერდეს უბრალოდ, შეიძლება კი არა, უნდა გაჟღერდეს აბსოლუტურად ყველა იდეა და არ უნდა განიკითხოს არც ერთი, ანუ არაფერი საერთოდ. შეიძლება ძალიან ბევრი სისულელეც გაჟღერდეს რა. მაგრამ ნუ იქიდან უბრალოდ საუკეთესოებს არჩევ. და ეგ სკილი ალბათ ეხაც მაქრო, რაღაც შეიძლება ბოლომდე არ მოგეწონოს, მაგრამ ის თავისუფლად დატოვა, რაც მოგეწონება, აქცენტი გააკეთო მაგაზე, რომ ანუ კარგია რა, რასაც გულწრფელად გზნობ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ოკეი, ერთ-ერთი კიდე ბარათი მინდა მოგაწოდო. ეს არის სესიის ბარათები, რომლებიც ამ პოდკასტიდან გამომდინარე იმდენად იყო კითხვები, რომ მინდა მოვხვდე პოდკასტზე წერდნენ ადამიანები, რომ მე გამიჩნდა ეგეთი იდეა, რომ მოდი ეს კითხვები გადავაკეთოთ ბარათებად. და აი შენ რომ მკითხე, რომ ეხლა იგონებ ამ კითხვებს, ეს არის ამას რასაც ეხლა ვიგონებ, მაგრამ ეს არის წინასწარ. ხო, არის კითხვები, რომლებიც არსებობს წინასწარაც მომზადებული, როგორც თქვენ გაქვთ random თემები და ახლობით random კითხვები. უბრალოდ ყველა კითხვას აქვს თავისი ფსიქოთერაპიული ახსნა, background-ი და ჩათვალე, რომ ეს არის თვით რეფლექსიის საშუალება, როცა გინდა შენთვის გაიცნო შენი თავი, ამოიცნო რაღაც დეტალები, ან თუნდაც რაღაც თერაპიებს შორის უფრო მეტად ჩაუღმავდა საკუთარ თავს და სანამ მოკლედ ამას ჩაუშვებთ გაყიდვაში და გვექნება, მინდა რომ პირველი ეს ორი ბარათის კითხვა მოგცე შენ. ეს პრინციპი არის, რომ შემთხვევით უნდა ამოიღო და რამდენი ბარათია, თუ აქ ეხლა სრულად არ არის მოცემული მაქვს თითო მინდა დასტიდან წამოღებული 6 ბარათია და შინაარსობრივი დაყოფა არის ხო? განსხვავებები არის, გვაქვს აღმოჩენები, გვაქვს შინაგანი სიმშვიდე, ერთმანეთი, აქ და ახლას ნაწილი გვაქვს, რაც არის აბსოლუტურად დაკავშირებული ყველა იმ შრესთან, რომელსაც ვეხებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. აი უმარტივესი კითხვებიდან დაწყებული, რომ როგორ ხასიათზე ხარ, დღეს დამთავრებული რა არის ის, რაც გასევდიანებს. და ის რა არის, რაც გასევდიანებს შენ? ყველა არ მომივიდოდა ეს კითხვა თავში. ძალიან უცნაურია, მაგრამ აი ზოგადად ყველა ადამიანს ხო აქ აი ძალიან დეპრესიაში ვარდება ხოლმე რა, ეგეთი პერიოდები, არ ვიცი, ასაკობრივი არის ეგ თუ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. მე მაქვს ხოლმე ეგ ოღონდ პირდაპირ დაკავშირებული, აი უკრაინის ომი რო დაიწყო, მაგ პერიოდში მქონდა არ ვიცი, შეიძლება უცნაურია, ანუ მაგრამ ნიუსებს რო ვიღებდი სულ რა, აი რაღაც სიახლეებს თან იმ პერიოდში ყოველდღიდებოდა რაღაც სიახლეები და აი მაგან ისე დამთრგუნა და დამანგრია და რაღაც აი დეპრესია მქონდა, არ ვიცი, რამდენიმე თვე, შეიძლება მეტიც მქონდა აბსოლუტურად ისა რა, არ ვიცი, აპათია სწორია, ხო? ემოციების გამოხატვის სირთულე რა, აბსოლუტური, აი რაღაც ჩაკეტილი ვიყავი რა. ეგ მასებიანებს სამოვიდა ესეთი ემოციების განცდა და გაგება, ესე იგი, იმდენად ეს იყო. ხო. და ზოგადად ეს ნიუსები, მაშინაც ნიუსებმა მიქნა ეს და ზოგადად არა მარტო უცხოური რა, საქართველოშიც ბევრი რაღაცა ისეთი ანუ ხო. ხო, ნიუსები ძალიან ბევრი ცუდი ამბავი ხდება ხშირად. ის არის. როგორ სიტყვას ვერ პაულობ, მაგრამ განცდა როგორია? განცდა რაც რჩება აი ამ ნიუსების გაგების მერე, წაკითხვის მერე. იცი რა, ესე კონკრეტული არ არის, ეს ალბათ რაღაც ნახე გროვდება და ეს შეგროვებითად გიჩენს შავღრუბელს გიჩენს შენ თავზე რა. აი ეს პატარ-პატარა ისენი რა. ეს ღრუბელი მუდმივად შენ თავზეა? იცი რა, მუდმივად არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ პერიოდს გააჩნია. რაღაც პერიოდები არის, როცა ეს უფრო მუქდება ეს ღრუბელი და რაღაც პერიოდები აი ხა მზეც გამონათებს ხოლმე ვირტუალური რა. რა გეხმარება შენ რომ გამონათოს მზე?
ალბათ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა. იქ არის. ის ჩოგურთი უნდა მეთქვა, მაგრამ ჩოგურთი კიდე სხვა რაღაცა არის. ჩოგურთი არის უფრო აი რაღაც გადატანა იმისი რა. ბოლომდე შესული არის. სუბლიმირება თითქოს ენერგიის. მაგრამ აი ამ ღრუბლის ოდნავ გაფანტვაში ახლობელი ადამიანები მეგობრები, კი. ოკეი. ჩახედება ბარაც. როდის ქონდა ბოლოს შინაგანი სიმშვიდის განცდა, როგორი იყო იგი? იგივე ვიკითხე ეს იყო ხო? ჩემ დაუნებურად იგივე კითხვა კითხე, მომივიდა თავში რაც მაგბარაძე არის. მეორე ბარაძე რა არის? როგორ რეაგირებ ნეგატიურ ამბებზე ან ქცევებზე შენს მიმართ? შენს მიმართ. ხო. ნეგატიურ ამბებზე ან ქცევებზე შენს მიმართ. ნეგატიური ამბები ჩემ მიმართ არ ვცელდება. ის სარკერო იყო ხოლმე ადრე რაღაც ნიუსი რო იბეჭდებოდა, არა? მაგრამ სხვათა შორის რაღაც ცოტა ოქტოპუსის ჯგუფში დაიდო რაღაც ჩემი ფოტო და რამდენიმე ადამიანმა ცოტა ისე დაწერა რა რაღაცა და მაგაზეც ზედმეტად ავენთ აი ბოლო დროს მაგ ხოლმე მეთქი რაღაცები აი ზედმეტად მომივიდა რაღაც ისა რა ძაფრად აღქმა რაღაც რომელიც არ იყო საერთოდ ისეთი მძაფრი რა პადელზე იყო ეს პადელზე ხომ მეხუმრებიან სულ מחარა და კალა რომ ისეთი სპორტია როგორი სპორტი გეი სპორტს ეძახიან ისინი ხო მაგრამ ჩემი როგორი სპორტია იცი რა ჩემს არის გასართობი ძალიან აი ძალიან გასართობი არის რომელიც ბოლომდე აზარტში ვერ შევდივარ მეთქი ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ჩემ დაუნები რომ შევდივარ იმიტომ რომ ჩოგურთი ბევრად უფრო ისე უყურებ ჩოგურთს სერიოზულად უყურებ რა პადელს ცოტა ზედაპირულად უყურებ მაგრამ ძალიან გასართობია და აი როცა ვთამაშობ მით უმეტეს კარგად როცა ვთამაშობთ აი ძალიან ის არის რა სასიამოვნო პროცესი არის და ნებისმიერი სპორტი არა მაგრამ ფეხბურთიც ძალიან მიყვარს ვთამაშობთ ხოლმე სხვა შორის ოქტოპუსები როცა მოვაბავენ ხოლმე თავს მეც მეძახიან და ძალიან მისწორდება თამაში. პადელი, ჩოგურთი, პინგ-პონგი როცა საშუალება მექნება ყოველ სპორტულ აქტივობებში ნებისმიერში ყოველთვის ვცდილობ რომ ჩავერთო რა და ძალიან საეჭვო სპორტულ მხარეს თლიან შენ წარმოადგენ. მე აბსოლუტურად აი მაქსიმუმ მახარას ჭადრაკის ფიგურად წარმოვიდგინოთ სპორტთან მეტი შეხება არ აქვს რა. ჭადრაკში მშვენივრად ითამაშა? მახარა? მასა რა ქონდა ქალბატონ ნონასთან. სხვათა შორის ხო. და ვიღაცებმა თქვეს რომ ესო ბოლომდე თავისთავი არ გამოამჟღავნაო მახარაზე და მახარა მაგრა შეიფერა. ეგ რა კი მეტი შემიძლია, მაგრამ რეალურად იცი რა მახარა მოუთმენელია პროსტა. ისე რა ქვია, ჭადრაკს ცოტა მოთმინება ჭირდება და მახარა როგორც ყველაფერში ჭადრაკშიც ძალიან მოუთმენელია და დაფიქრებას ვერ ასწრებს რომ რაღაც ისეთ რაღაც აკეთებს რომ მორჩომელი პარტია დამთავრდა მაგის მერე. და ნონასთან ასე თუ ისე ეგ მოუთმენლობა შებოჭა თავის თავში თუ რაღაც და უფრო ისეთ სულებს აკეთებდა მაგიტო გაუძალიანდა ცოტა. მინდა რომ მიუბრუნდე მაგ კითხვას შენთან. შენ ემოციებს რო ეს კომენტარები წაიკითხე. რა იგზენი რა მოხდა შენთან? იცი რა არ იყო სასიამოვნო უბრალოდ რა. მანდ ერთი ძალიან მოცემულობა არის ესეთი რომ ვიღა ნებისმიერ ადამიანმა შეიძლება რაღაც დაგიწეროს, მაგრამ ისეთი რაღაცა არ უნდა დაგიწეროს, რასაც პირადად რო შეხვდება არ გეტყვის რა. მით უმეტეს ახლა Facebook-ზე როცა ანუ ვირტუალური YouTube-ზე კიდე ვირტუალური ადამიანები წერენ, იმიტომ რომ არც სახე არ ჩანს, არც სახელი და გვარი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ რაღაცა user-name-ებია. Facebook-ზე არის ფოტო, სახელი და გვარი და ისეთი რაღაცა არ უნდა დაწეროს მაგ სახემ და სახელმა გვარმა, რომელიც რეალურად ადამიანია, რომელიც ქუჩაში შეხვდება არ გეტყვის რა. და იმან შეიძლება რაღაც ხუმრობა შუალებრივად მოსულა კაცო, ყველაფერი ანუ რაღაცებზე ხუმრობა ძალიან შუალებრივად მოსულა უბრალოდ. ისეთი ფორმულირება არ უნდა კონდეს, რაც გაუტყდება თვითონ რომ რეალურ ცხოვრებაში გითხრას. ეგ თემა იყო უბრალოდ და ეგ არ მესიამოვნა, მაგრამ მე მივხვდი რომ ცოტა მზაფრად აღვიქვი და შეიძლება თვითონაც კი არა და თვითონაც მივხვდა ალბათ რომ ის. ან ქონდა კომუნიკაცია როგორც მივხვდა. კალას მიწერა და კალასგან მე მოკლედ ხო? კი. ოკეი. რაღაც ეს ჩახლართული ძელი ამბავი როგორც ხდება. არაფერი ისეთი. ანუ არაფერი ძაფრი. ოკეი. რა ხდება ეხა როგორ ხარ? რაღაც ეს სესიის შუაში გავედით. სესიის შუაში და არ ვიცი, ძალიან საინტერესოდ. იმედია საყურებლათაც საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მე ძალიან რაღაცნაირად იმას ვქენი რა, მუღამი დაუჭირე, მოდი ესე ვიტყვი. ხო. ძალიან საინტერესო და კიდე მინდა ბარათების წაკითხო. დიდი სიამოვნებით. იქნება რამე საინტერესო იყოს. პრინციპში მოდი ყველა ბარათს მოგწევ. დავაი. ჯერჯერობით ეს 100 არ არის, მაგრამ რეალურად 1 სექტემბრიდან ჩაეშვება 100 ბარათი და 100 აუცილებლად გამოგიგზავნი რა თქმა უნდა ამ ბარათებს აროთერას ბოქსთან ერთად რომ
იქნებ ჩოგბურთთან ერთად მედიტაციაც დაიწყო, I don't know, ნახოთ. მედიტაცია რაღაცა ვერ ვიცი რომ სისულელეა, მაგრამ რაღაცნაირად არ უმჯერა ამ მედიტაციის რა, მგონია რომ აი რა უნდა ქნას ამ იდეაში გაჩერების არ გჯერა მგონია შენ არა? რისი? გაჩერების. ანუ being in the moment. ხო, იყო გაჩერებული. შეიძლება. სინდებს. ხო, არ ვიცი. თორე ანუ ვიცი რომ რაღაც ანუ ეხმარება ეს მედიტაცია, ანუ ობიექტურად გიცდია? არ მიცდია. მაგრამ აი რატომღაც განცდა მაქვს რომ რაღაც არ ვიცი. მე შემდეგ პატიჟებ ჯგუფურ თერაპიას. არა მგონია. სადაც ყველას გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. არა, მედიტაცია თუ არა არც. კაი, წავიკითხავ. ოკეი. რომელი ემოციის განცდა გინდა უფრო ხშირად? გამარჯვების. და რა არის გამარჯვება შენთვის? აი ტაიბრეიკში ჩაგურჩი რომ ბოლო ბურთს უაზროდ არ წააგებ და მოიგებ. ოკეი. და თასწავ. ხო, გამარჯვება არ არის ის ფინალში უნდა მოიგო მოკლედ რა, მანამდე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ მოგება არ არის. გამარჯვება არ გამოდის? არა. ანუ ის რომ რაღაც პროცესში შედეგიდან ვიღებ სიამოვნებას და ეს შეიძლება იყოს გამარჯვება შენთვის? არა, ხო, აი არ მაქვს. მე მინდა ანუ ეხა ხვდები რატო არ მედიტირებ? არ ვიცი, ხო, მაგრამ პირდაპირ ნირვანას ეძებ ესე იგი. ხო, ის ბოლოს მინდა რა წერტილი. გაიხსენე საუბარი, რომელმაც შეცვალა შენი ხედვა. ვა, საუბარი ვისთან? ნებისმიერ ვინმეს. ნებისმიერ რამესთან. ბრძენ კაცთან. შეიძლება ეს არც ყოფილიყო ბრძენი. და შეიძლება ეს საუბარი საერთოდ ყოფილიყო ისეთი, რომ იმ წუთას არ ქონოდა განცდა, რომ ეს ღირებულია. და წლების მერე ხვდები, რომ ღირებულია ახლა. ვათ, უცნაურია, რომ კონკრეტული ესე არ მომდის არც ერთი საუბარი თავში არა და თითქოს უნდა მოდიოდეს რა. მოდი ესე კითხავ, ადამიანი, რომელმაც შეგცვალა. დაგეხმარა ცვლილებაში. ხო, არა, მაგისკენ მივდივარ, ადამიანისკენ მივდივარ უფრო და მაგიტომ მეუცნაურება, რომ რაღაც არ მომდის. ანუ სხვადასხვა სამსახურებში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემდი და ყოველთვის მიყვარდა მაგათთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ იმად გამსწავლობდი ძალიან ბევრ რაღაცას, მაგრამ ესე აი ხა ვფიქრობ კონკრეტულ რაღაცაზე რა, აი კონკრეტულ საუბარზე, რომელმაც ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე. რომელსაც ვერ ვიხსენებ. ემოციურად მოდის რამე შეგრძნება. დაგეხმარო გახსენებაში თუნდაც. ემოციურად საუბართან დაკავშირებული? აი როცა იხსენებ და აკვირდები. სხეულში ეს შეგრძნებები ამოდის. ეხა ისევ იმაზე ვფიქრობ, ან რამე საუბარზე, რომელმაც შეცვალა. და კონკრეტული არ მოდის არაფერი. ოკეი. და ნამიტყდა. არა და დასერდიანდი თითქოს. ხო, რაღაცა ისეთ შეკითხვაა, რომ თითქოს ამაზე პასუხი ძალიან უნდა გქონდეს რა. თითქოს. რა როგორ ხდება რომ უნდა გქონდეს ამაზე პასუხი? არ ვიცი, აი თითქოს რაღაცა მაკლია. ეხა წახვედი სადღაც, რაღაცა ასაკში და მოყვები და ვერ ვიჭერდი ჯერა. ვერ იჭერა საქმეს. ხო. დაგვირდი რა განცდა სად. სიცარიელის განცდა მაქვს, რატო იცი, რომ ამას ვერ პოულობ რა. ოკეი. ეს რატო არ მაქვს, ანუ რატო ვერ ვიხსენებ ეხა რაღაც კონკრეტულ საუბარს, რომელმაც შემცვალა. რა განცდა მოაქვს მაგ სიცარიელის მიერ, მაგრამ არის. სიცარიელეა რა, ანუ. ოკეი. ცოტა იმედგაცრუება. ხო, ალბათ. იმედი გიცრუდება, რომ არ გახსოვს? იმედი მიცრუდება, რომ ან არ მახსოვს, ან არ ყოფილა, მაგრამ როგორ არ ყოფილა, რაღაცა იქნება. მები არ ყოფილა. მოდი დაშვების დონეზე დავუშვათ, რომ არ ყოფილა. ხო. ეს საუბარი ჯერ რომელმაც შენ შეგცვალა, ან რაღაც შეცვალა შენში. რა არის შენთვის თუ ეს საუბარი არ ყოფილა? რა არის ჩემთვის თუ არ ყოფილა? რა განცდა გრჩება? რაღაცა გაუმაზე. კი. სადღაც არ ვყოფ, ანუ, ნო. აჩი გახასიათებს, რომ სულ წახვიდე თვით დანაშაულში? ხშირად. საკმაოდ. პირველ რიგში ხო, ანუ ეგ მაქვს რა, რომ
რაღაც ის პრობლემას რო ეძებ, პირველ რიგში შიგნით ვეძებ რა. ანუ ძალიან მტკივნეულია მაგის განცდა. რატო? რომ ადამიანი ეძებს სულ რაღაცას თავის თავში, რაც შეიძლება არა, შეიძლება არ იყოს ჩემ თავში პრობლემა და ჩემ თავში თუ ვერ ვიპოვე, მე გადავდივარ, რომ ჩემში არ არის ესე იგი სადღაც სხვაგან არის უბრალოდ. პირველ რიგში თავიდან ჩემ თავ ეძებს რა. ოკეი. აი ხა სიცარიელი არის კიდე? სიცარიელი ამ ეხლა რაც წამოვიდა. კიდე არის? კი, ცოტა. ოკეი, მოდი ხა 2 წუთი დააკვირდი ამ სიცარიელეს. კარგად დადე ფეხები მიწაზე. უბრალოდ დააკვირდი, რომ ცოტა მოუხსნათ ეგ ემოცია. ხო. თუ გინდა თვალ გახელილმა, თუ გინდა თვალ დახუჭულმა, როგორც შენთვის კომფორტული იქნება. და მთელი ფოკუსირება გააკეთე სიცარიელეზე. და შეხედე ამ სიცარიელეში რა მოდის, რა შეხედავ. ძალიან უცნაური რაღაცა მოდის, ცხენი მოდის. ცხენი. რა შუაშია ცხენი? ოკეი. როგორია ეს ცხენი? ჩემ თავზე მეციდება, ანუ თან ვაჟღერებ რა ამ სისულელებს, რომ თეთრი ცხენი არის, დიდი ფაფარია, კარუის. თეთრი ცხენი. გონია რომ ჰიპნოზში ვარ, ეხლა ხედავთ ხოლმე. ძალიან უცნაური არის. რა ფუნქცია აქვს ამ ცხენს? ფუნქცია უნაგირი არ ადგას. ოკეი. ხო. რა განცდას გიტოვებს? ლამაზია, პროსტა არ ვიცი. ოკეი, ლამაზია. უბრალოდ სნოური. რამდენი წლის ხდები შენ? მაგაზე მაგ ძალიან საინტერესო ისტორია. ერთი წამი გარბი ხარ ხე? რაზე? ერთი წამი დაბრუნდი ცხენთან უბრალოდ და დააკვირდი შეგზნებას დააკვირდი. ხო. რამდენი წლის ხარ დააკვირდი? ხედავ რომ გარბი ხარ. ცოტა ხანი არ გაიქცე. ცოტა მოგეხმარები. 8-9? ოკეი. ხო. არ ვიცი რატომაც ეგ მომივიდა თავში. 8-9 წლის ასაკში რა ხდებოდა შენ ცხოვრებაში? არაფერი კონკრეტული, ძალიან უდარდელი, რომ ხო. უდარდელი მე-3 მე-4 კლასი. უდარდელი მე-3 მე-4 კლასი. ოკეი. ანუ ესე ძალიან რა ქვია ფრაგმენტირებული მახსოვრობა მაქვს ბავშვობიდან. არ ვიცი ეს მარტო მე მაქვს თუ ზოგადად სხვებსაც ესე აქვთ რა. მაგრამ ესე კონკრეტულად ასაკის მიხედვით აი რაღაცა გაიხსენე, გამორიცხულია რა. მაგ რაღაც მომენტები, რომელიც პირველი მომენტი რა გაგხსენდა ახლა? ყველაზე ძველი? აი ახლა რა მომენტის გაგხსენდა უცებ? ამ იმასთან დაკავშირებულს მეკითხები სავარაუდოდ, ისევ სხვაგან არ წავიდე. არ ვიცი. რაც წამოგივიდა, რაც გაგხსენდა ახლა უცებ. მოგონება რომელიც წამოვიდა. პირველ მომენტზე წავედი რატომაც, მაგრამ ეგ არ მგონია იმასთან კავშირში იყოს. თან შეგრძნება მაქვს, რომ არ არის კავშირში იმასთან. პირველი მოგონება რაც მაქვს უბრალოდ კავშირში იმასთან არ არის. პირველი მოგონება ის არის, რომ ახალი წელია და დილას ვიღვიძებ და ჩემ ძმა მყავს რა პატარა და ორი ძალიან დიდი ის ლილოს პარკები რო არის, ხო ის დიდი ლილოს პარკები, სავსე სათამაშოებით მოხდება ნაძვისხესთან. ეგ არის უბრალოდ პირველი მოგონება რაც მაქვს. და რა ემოციას გიტოვებს? ვაუ. გაკვირვება. ხო, ანუ აჟიტირება რა. სიხარულიც არის? სიხარულიც აუცილებლად ხო იქნება. გახსოვს რა იყო იმ პარკებში შენთვის? რაცია იყო ეგ დამამახსოვრდა. რომლითაც გავერთეთ ჩავედი მე და ჩემი ძმა დარჩა და ერთმანეთს ვლაპარაკებოდით. გავწდი ოღონდ იმასთან კავშირში, ცხენთან აღარ არის კავშირში. კონტაქტი წამოვიდა შენ ძმასთან. რა მხრივ? გაგახსენდა კონტაქტი შენ ძმასთან? ხო, შეიძლება. ხო. შეგიძლია ცოტა მეტი მომიყო შენ ძმას. ჩემ ძმაზე? ხო. მე არ ვიცოდი რომ ძმა ყავდა გულწრფელად. ბევრმა არის ხუთი. პატარა ძმა ყავს. პატარა ძმა არის წელიწად ნახევრით რა. ოკეი. რომელთანაც იმდენად ხშირად არ მოკონტაქტი, რამდენიც უნდა მქონდეს. აი, ეს ნიშნავს. უფრო ახლოს არ ვართ რა, ანუ ახლოს გულისხმობ, რომ აი დღე გამოშვებით არ ვიცი, ყოველ დღე ვნახულობთ, ეგრე არ ვართ. ოკეი. მაგრამ მაგას
ნანობ სამწუხაროდ. იდეაში ცხენის სილუეტი რაც წამოვიდა, არის ოჯახური ურთიერთობები და კონტაქტები. სიმბოლ დრამის მიხედვით თუ ვიტყვით. ერთ-ერთი მიმართულება ფსიქოთერაპიაში და აჩვენებს ოჯახის წევრს. სიმბოლო განასახიერებს, მოდი ასე ვიტყვი, ოჯახის წევრს. და შენ შემთხვევაში წამოვიდა ძმა. ურთიერთობა ძმასთან. შეგიძლია კითხვა წაიკითხო კიდე ერთხელ რა იყო მანდ? გაიხსენე საუბარი, რომელმაც შეცვალა შენი ხედვა. ოკეი. ეხლა გაიხსენე შენი და შენი ძმის საუბარი. შენთვის მნიშვნელოვანი საუბარი. არ გვაქვს ხოლმე ესე, მართლა. გამნიშნულოვანი. მაგიტო ვერ გავიხსენე. რაც შენ თქვი რომ ნანოფო და სად გადახტამინდა ეხლა მარადი და ეგ ზაღირებულია. სხვათა შორის ხო საინტერესოა რა. ჩემ ძმასთან მქონდა ყოველთვის აი რაღაც სპორტებს ვიგონებდით, რაღაცებს უთამაშობდით, მაგრამ ეს ლაპარაკი ძალიან იშვიათად რა, არ მქონდა ხოლმე. დღემდე ალბათ. ძალიან მიხარია ეგ რა თქვი. საინტერესოა. ფრაზა დღემდე ალბათ. ხო. ჩემთვის ძალიან ესეთი იმედიანი ნაწილი ხა ეგ. და მზაობა იქცნობა. კი, ანუ, კი. ძალიან მაგარი. გინდა რა წაიკითხო კიდე ერთი კითხვა? ძალიან. კი, მაგრამ გაიხსენე ის თუნდაც მცირე რამ, რაც დღეს რამაც დღეს გაგახარა? როგორი ემოციები გეუფლება. დღეს გამახარა იმან რომ გადაღებამ კარგად ჩაიარა, რაზეც ვიყავი წასულები გადასაღებად. კიდე რამ გამახარა? დაბადების დღეზე მოვყვები რა. კი. რამდენიმე დღის წინ მქონდა დაბადების დღე. და გახარებასთანაც არის კავშირში ძალიან რა. იმიტომ რომ ზოგადად ჩემი და მათემატიკის ურთიერთობა მაყურებელმაც იცის რა, პოდკასტის და ჩემო მეგობრებმაც იციან და ესეთი ამბავი მაქვს რომ შარშან დაბადების დღე რო აღვნიშნე ძალიან დეპრესიულად ვიყავი რომ აი 35-ის გავხდი და 40-თან უფრო ახლოს ვარ ვიდრე 30-თან და აი ცოტა ისეთი ბენჩმარკი ის არის რა რაღაც ის იყო ბენჩმარკი გადავლახე რომ ეხლა 40-თან უფრო ახლოს ვარ და რაღაცნაირად ესე გადავაგორეთ დაბადების დღე და მთელი წელი 35-ის ვარ ყველას ვეუბნები და წელს რო გადავთვალე კარგად დავთვალე რომ წელს გავხდი 35-ის და ისეთი კარგი განცდა იყო რომ ერთი წელი მოვიგე ფაქტიურად რა იმიტომ რომ მთელი წელი ტყუილში ვიყავი ოღონდ ეხლა უკვე ბედნიერი ვარ მაგით იმიტომ რომ ეხლა გავხდი 35-ის და ძალიან ახალგაზრდად გრძნობ თავს და საერთოდ არ მაქვს ის შეზნება რომ 40-თან ახლოს ვარ მოვლინის ორი სხვადასხვა რაკურსი ძალიან როგორ რაღაცნაირად გამისწორდა იქ ამბობ რომ ეხლა გავხდი შარშან კი არა ეხლა გავხდი 35-ის და ძალიან გაია და როგორია რომ უახლოვდები 40-ს? როგორია რომ უახლოვდები 40-ს? რატომაც ეგ აღარ მაქვს ვაფშე? აი საერთოდ აღარ მაქვს. არა და შარშან მახსოვს რომ მქონდა 35-ის რო გავხდი. მაგრამ წელს ერთი წელი რომ მოვიპარე უცებ, აი საერთოდ აღარ მაქვს ეგ დისკომფორტი. ოკეი, ვის მოპარე ერთი წელი? ჩემი მათემატიკას ალბათ. ჩემი მათემატიკის ბრალი იყო რომ არასწორად დავთვალე ესე. ანუ ეხლა გამოდის რომ გაქვს ერთი წელი ექსტრა დასვენება თავისუფლების. ერთი წელის პლუსში ვარ რა. და ძალიან გირჩევთ ყველას. ეგ ძალიან საინტერესოა ხოთი შორის ნებისმიერ იმას აქვს როცა უახლოვდება ადამიანი რომელიც რაღაცნაირად გადალახვას და მრგვალებას შეიძლება ეხება ან რაღაცა ემოციური რიცხვია თუნდაც შეიძლება ამ ადამიანისთვის როგორც წესი აკეთებს ხოლმე გადაფასებას იმ განვლილი ცხოვრების გადახედვას შეხედა ან ცვლილებას რაც უნდა რომ განახორციელოს არის რამე რაც შენ გააკეთე შარშან რახან ესე 40 უახლოვდება ეხა საერთოდ არ მქონია აი მართლა გეუბნები აი გულწრფელად გეუბნები შარშან რომ პატარა მოდეპრესიო მქონდა რომ 40-თან რა ახლოს ვარ ეხა იმდენად გამიხარდა ეს ამბავი რომ ერთი წლის ნაკლების ვარ რომ აი ვაფშე არ მაქვს ეგ დისკომფორტი რომ ეხა 40 ახლოვდება ალბათ 40-ზე მექნება მე კიდე 4-იანი რო ჩაიწერება წინ მაგრამ ეხა აბსოლუტურად ნული მაქვს ეგ რა ეგ განცდა ნეგატიური განცდა გამიქრა მაგის გამო. 40 სანამ გახდები იქამდე დავამუშავებთ თუნდაც მაგ ნეგატიურ განცდას. სანამ გავხდები, ხო. დღეზე როგორი ემოცია გეუფლება? ეს გავიარეთ, ხო? ოკეი. წარმოვიდგინე შენი ამჟამინდელი განწყობა, ამინდი რომ იყოს, როგორი იქნებოდა, რა შეგრძნებები გიჩნდება, როდესაც ამაზე საუბრობ. ეხლა ამჟამინდელი განწყობა
ამჟამინდელი განწყობა იქნებოდა ოდნავ მოღრუბლული, მაგრამ აი ცაც რო ჩანს მზე არის, მაგრამ შეიძლება ოდნავ ღრუბელი ეფარება, მაგრამ მზე არის, აი სასიამოვნო გარემოდი რა რაღაცნაირად. ღრუბელი, როცა მზე არის. თითქოს ღრუბელი რო გადადის, თუ ღრუბელი როცა ჩდება. შენთვის როგორი? დავფიქრე ვინახო. აი ნახევრად ეფარება ღრუბელი, საით მიდის მაგას ვერ ხედავ რა. ოკეი. ეგეთი განცდა მაქვს. საინტერესო სტარტია ცვლილებისთვის. ხო. всё, შემდეგი? ოკეი. კი ბატონო. რა გაიგე შენს თავზე ამ წლის მანძილზე? რა მოგიტანა ამ ინფორმაციამ? წელს რა გავიგე ჩემზე? ამ პოდკასტში გავიგე ბევრი რაღაცა ჩემზე. იცი რა, რატომღაც თავში მომდის პოზიტიური შეფასებები ჩემზე, ოღონდ არ ვიცი რატო რა. ეხა უცებ ამომიტივდივ და რა აი რა მნიშვნელობა აქ არ ვიტყვი რაღაც პროექტის კვლევას ვაკეთებდით და იქიდან რაღაც პოზიტიური ფიდბექები რო წამოვიდა ჩემზე, ვიღაცა მითხრა და ეგ გამისწორდა. არ ხარ მიჩვეული პოზიტიურ შეფასებებს შენს? არა, ვერ ვიტყოდი. მაგრამ სასიამოვნოა, ძალიან სასიამოვნოა. იცი რა, არ ვარ მიჩვეული. შეიძლება ადრე არ ვიყავი მიჩვეული. ეგ არის რა. მაგრამ ადრე როდის არის? აი არ ვიცი. თინეიჯერობის ასაკში ყველას აქ რო რაღაც არ გონია შენი თავი ისეთი კარგი რაღაც ბევრი ნაკლი გონია რო გაგდა ხასიათშიც გარეგნობა ბევრი რაღაცა რა. მაგრამ მაგის მერე ნუ ნელ-ნელა მოდი დასასრულისკენ გითხავ ესეთ რაღაცას. თინეიჯერაჩის რას ეტყოდი? რომელმაც ის გზა უნდა გაიაროს, რაც შენ უკვე გაიარე. რამდენი წლის არის თინეიჯერი? 14, 13-დან 16 წლამდე. მიყევი დინებას. რატომაც მაგას ვეტყოდი რა. რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც დაალაგდება ისე, როგორც უნდა იყოს და ჩემ შემთხვევაში მე მგონი კარგად დაალაგდა რაღაცეები რა. მე მაღაფილი ვარ ჩემი გარე ამბებს არ ვამბობ, ანუ ჩემ იმასე. ხო, შენ experience თქონდეს დავარქვით. კი. ოკეი. მადლობა ძალიან დიდი რომ მოხვედი სესიაზე. ძალიან დიდი მადლობა გულწრფელად და მინდა რომ მაყურებლებს შეგახსენოთ რომ თუ ჩვენი საუბრიდან თქვენ შეგეხოთ რაიმე, თქვენ იგრძენით საინტერესო ემოციები, შეგრძნებები სხეულში, მაშინ თქვენი სესიაც დაწყებულია და მინდა გაგახსენოთ რომ როგორც კი ჩვენ გავხდებით 3 მივაღწევთ 10000 გამომწერს, 3000 დიდი ხანია გავცდით და სხვათა შორის ვიტყვი რომ 3000 გავცდით იმ მომენტში რა წუთშიც მე პოდკასტში ვიყავი. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ერთ ღამეში უცებ 4000 რაღაც გამომწერი მოემატა და ცოტა შოკი იყო. ეგ ხო, ეგ ძალიან მაგარი. 10000 გამომწერზე ვაპირებ რომ თერაპიულ სესიაზე დავპატიჟო ნებისმიერ ჩვენი ერთი გამომწერი და 30000 გამომწერი გოყოლება გამომწერებისგან გაკეთებული თერაპიული ჯგუფი გვექნება. და გადაიღებ ამას. არ გადავიღებთ, იმიტომ რომ ეს იქნება კონფიდენციალური. დახურული. რაღაცას ვიტყვი რა. ეხა შეგრძნებებით, არ ვიცი ეს შეგრძნებები რამდენად გადადის მერე კადრში რა. როგორც წესი იგზნობა ხო? ხო, იგზნობა ხო? იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ეხა რაც მივიღე და დავალაიქოთ, იმიტომ რომ მან ბევრზე შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ამ გადაცემას მე მგონი ეკუთვნის, აი ლაიქი ნამდვილად ეკუთვნის რა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გარემო იქნება და იმედია გადადის ეს ემოციები მაყურებელზეც. მადლობა ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის გულწრფელად. მადლობა და წარმატებები. ოკეი, cut.